ერისიონი კი 130 წლის საიუბილეო თარიღი ანსამბლმა გუშინ სოლო საღამოთი აღნიშნა. კონცერტის სტუმრებს ერისიონმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში განახლებული პროგრამით უმასპინძლა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა 130 წლიანი ისტორიის ამსახველი საიუბილეო ალბომით გამოუშვა. ერისიონი შემოსავალელი ანსამბლია. საერთოდ ხალხური სიმღერები და ჩვენი ფოლკლორი ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი ტრადიციები გვაქვს და ბევრი ძალიან სასახელო ანსამბლი ხავდა, სულაც არ მინდა ვინმე დავაგნირო, მაგრამ აი ჩვენთვის გახდა განსაკუთრებული ამის შემდეგ, რომ საზღვარგარეთ ცხოვრები ცოტა მოწყენილი და იქ რომ ვიბრძენი, რომ ამხელა კულტურა გვაქვს ჩვენ. მე მგონი რომ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები და დღეები იყო, როდესაც ერისიონი საფრანგეთში საოცრებებს ახდენდა. ანსამბლი, რომლის შექმნის და შემოქმედების შესახებ ილია ჭავჭავაძე, რომელსაც უძღვნიდა თავის რეცენზიებს, ეს გახდა 130 წლის, მე ულოცავ ერისიონს ამ აბსოლუტურად გამორჩეულ ღირსშესანიშნავ თარიღს, საუკუნეზე მეტია. ეს ანსამბლი ქართული ცეკვის და მთლიანად ფოლკლორის ტრადიციებს იცავს, ამ ტრადიციას ანვითარებს და პოპულარიზაციას უწევს მას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ ფესვებთან. და ეს არის უმთავრესი, რადგან ის კარგად დაიწყებული ძველი არ შეიძლება ისეც ვარ ახლა ერთგული პირველ წყაროს. და პირველ წყაროს ვერთგულობთ, მე ხედავთ ოვაციებს, ხედავთ შემართებას. ანსამბლის დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომელმაც დღევანდელ მოედანზე დიდი უდიდესი სულიერება.